ანასტასია, ვისელოდები, მიდიხარ სადმე? ხო თეკლამ ხო მანქანა იყიდა. თუ უნდა გამომიაროს ახლა კაფეში მივდივართ გოგოები. მანქანით მიდიხართ? არა, თვითფრინავი. ნელაიარეთ რა თეკლა შვილო გეხვეწები. აუ, ვინ გადიდა არის ნერვულად ძალიან გითხოთ რა. აუ, იცი რა მაგრავატარე. ეხლა მივიყვანი მამა ჩემი სახლში და ესე მითხრა გადადიდე მანქანიდან გული მაქვს შვილად წვიდათო. სიხარულით. კი უკვე დავწუნდი მაგაში. მანდ ვერ გახვალ სამხრივია. აუ, რამე მითხარი? აღარაფერი. აუ, ძალიან ცუდი მისადგომია თიკოს корпуსთან. სუბუგორებია. აი დაიწყო. კაია ბუგორები. იქნებ მაგან მენ შეგაჩეროს. აგერ ერთ თიკო გაუჩერე. თიკო დაჯდები წინ? არა, იყო ჩავჭდები უკან. შვებით, აუ თეკ ძალიან გიხდება მანქანა, შენ თავს პიცა ვარ. ხო თეკლას მანქანა უხდება და ორივე ერთად ქუჩებს უხდებიან. დაიძარი ეხლა. აუ ყველაზე მეტად იცი რა მომწონს? ძალიან მოპრისკნული მანქანაა და ყველგან ეტევა. სტადიონი ხო იცით ჩემთან. მაგის კარებშიც კი შეეტია და ღამე სტადიონზე მიყენია ხოლმე. აუ ძალიან ჭკვიანურია ეგ. სტადიონზე ძაღლებიც ვერ შემოდია და მიფსმუნებიც არ იქნება ბორბლებზე. აუ თეკლე წინ იყური რა. თიკო ნოელაპარაკები შენ კიდე. ნელა მოხუცი ქალია წინ. რა საკითხი? აუ ძალიან დავარტყინე და. ფული რამდენი გვაქვს ბავშვებო? ორეები მოგვივა. 13 ლარი და კიდევ 70 თეთრი. მეც მაქვს 2 ლარიანი და ფასდაკლებაა, წვენი მოგვივა. ნახეთ მე კიდე რა მაქვს, დედა ჩემის ორი ნაბიჯის ბარათია, რომ აგზავნის ხოლმე აქ, ვატარებ ხოლმე და ქულები უგროვდება. გუშინ ამბობდა, რომ კაი 800 ქულა მომიგროვდა ამას სოფაშიო. აუ რა ცუდია, ცოტნე რო არ გამოუშვა დედა მისმა. არასდროს არსად არ უშვებს ეგრე როგორ შეიძლება. ცოტნე მე მითხრა რომ დაიწყებთ кейპს, ვიდეოთი დამირეკეთ, ვითომ თქვენთან ერთად ვარო. შემეცოდა. უცოტნეს არ ვავიდეთ საკეიპოთ, მაგრამ დედა მისი გამოვყრის. ანჩხლეული კალია. ანჩხლეული კი არა, ანჩხლი. წამოდით იქით არის ასუსნაოები. ამას რო აწერია ეს 100 ქულა რას ნიშნავს? ანუ ამ ბარათიდან გადაცული 100 ქულას და მაგას იყიდი ნახევარფასში შოკოლადს, აი 2 ცალი. და ის წვენიც გადავცვალოთ ქულებში. აუ ზეთის ხილიც რო ვიყიდოთ, მე ძალიან მიყვარს. ვიყიდოთ, მაგრამ მე არ მიყვარს ზეთის ხილი. დედა ჩემს და ჩემ და სუყვართ 3 კილოს ჭამენ ხოლმე ერთ დღეში. წამო მოლარეს უთხარი ეგ ქულების გადაცვლაო თუ რაღაცა. გამარჯობა, ქულების გადაცვლა გვინდა ამ ბარათიდან ჩამოჭერით. აი ესენი. გეუბნები გოგო, კარაქია ქულებზე, დაიცა გინახო ეხლა. მოიცადე. დაიმე. დედა 800 ქულა მქონდა აქ და 12 რატოა დარჩენილი? დაიმე. ომარიკო, შეხედე შენ корпуსთან სასტრაფო მივიდა. ო ისე ვალერიტია გახდებოდა ცუდად. ხო. გოგო, მელანია ტრამპი იქნება ახლა გაგიჟებული. რა რატო ჩემ ხმას ახლა ასე ვინმე ეტენებოდეს ხო გავტიტკნე შუაზე. აბა შენეგაფიქ, მაგრამ მე არ ამყავს და არაფერი. ცირკია გეფიცები და. ეს გობახიძეების ძაღლი კიდე მთელი დღე აყეფავს, კაცო. რა ვიცი, რაღაც გადაწელი ძაღლი ყავთ. რაც მწარე მომივიდა ეს ყავა. ინგა სტუდენტი გავხდი 50%-იანი გრანტი ავიღე ინგლისურ ფილოლოგიაზე. რას ამბობ ანასტასია? გილოცავ გოგო, ვაიმე, თეთრ ქვეყანას უნდა გავაგებინო ეხლა. 100%-იანი გრანტი რატო ვერ აიღე? შეხედე რეიფს ამბობს. არის ლაპარაკო შენ მოფში დღეს. ზიები ბუმწერს. გინაცვალოს ბებო მასეც ვიცოდი. 100 ლარს გიგზავნი. საიდან გაიგო ამან? არიცოდე მაინც გოგო ბებია შენი სამბავი. ლელა ჩავირიცხეთ გოგო, ჩავირიცხეთ. რა ჩავირიცხეთ გოგო. გავგიჟდებით იქოთ ჩემთან მოხდა ზუსტად ინგლისურ ფილოლოგიაზე. პროსტა გრანტი ვერ აიღო და ტეხავს. ხო, მაგრამ ვაღიაროთ ეხლა ანასტასია რო ეგ ბავშვი არ მეცადინეობდა კაცო, ისე შენ რომ მოიწადინე წელს. დალი როგორ ახარ, დალი? რა ვიცი, აბა ვარ, ჩვენ გოგო ასე უნდა დაკარგო, როდის ვილაპარაკეთ, ბოლოს 13 წელია გასული მე მგონი. რა ვიცი, აბა ვარ, რა ჩემი გოგო ჩაირიცხა დღეს უმაღლესში გრანტით. ხო. დალი ვინ არის საერთოდ?
თიკო რა შვები იღებ მოლოცვებს? გოგო ნათლიად შემაც კი მომილოცა. ვაფშე არ უცოდი ნათლიად თუ მყავდა. ანასტასია ცალთირკმელა ნუნუყვირიც ეზოდან რაქნა შენ მაჯამოდა. რა უთხრა? ასე უთხარი ჩემთვის 50-იანი გრანტი და 2 თირკმელი აქო. მართლა მიდის ეგ არ უთხრა ეხლა. დედა, რაღაცა ვერა ვარ გოგო კარგად მე მგონი. გული ამიჩქარდა და წნევამაც ამიწია მე მგონი რა. გამარჯობა 112 გისმენთ რით დაგეხმაროთ. გამარჯობათ, სასწრაფო რო გამომიგზავნოთ თუ შეგიძლიათ რა. გლანში ვცხოვრობთ ჩვენ. რა ვიცი, აი გული ამიფრიალ და რაღაცნაირად და წნევამაც ამიწია მე მგონი. ხო, ჩემი გოგო ჩაირიცხა უნივერსიტეტში, უმაღლესში, 50%-იანი გრანტით. ხო. ანასტასია მოვედი, თქო ხელცარიელები. მობრძანდით გოგოებო, სამაგერო თქვენ და ქალია მომზადებული, სასუსნაოებით. აუ ანასტასია ისეთი ცხელი ჭორები მოვიდანით, რომ უკვე პირი მეწვის რო ხვდები რა უნდა მოუყვე. თიკო აქეთ შემოდი შენ აქეთ დაჯექი, სპეციალურად ჩავაბნელი ოთახის ეს მხარე. თიკლა შენ მან დაჯექი. გოგოებო, ეხა ინგა გვიმკითხავებს ყავის ჭიქებზე. ხედავ ძალიან მაინტერესებს რაღაცეები და ვკითხავ რა. ხო, მაგას ვამბობ. ინგა გეხოცები ყავაზე გვიმკითხავე რა. რაიმე, ანასტასია ხო იცი რამდენი ხანი არ გამიკეთებია ეგეთი რაღაცა. თან არ მიყვარს ახლა ეს სხვის ცხოვრებაში. კაი ხო. აი ჩემი ჭიქით დაიწყეთ. აუ აუნერვიოლდი. რა იყო ხო არ გეშინია რამე საიდუმლო რო არ გამოგიჩდეს. აუ მე არაფრის არ მეშინია. რეკ შენი ნერვიული კლასო რო ამოდივა ჭიქაში. კუჭი რა ქონდა ერთი კვირა აშლილი. ფარდები იყო შემოფარებული. აი თეკლა შვილო დავინახე რიცხვი 46. ეგ ყოფილი შეყვარებულების ჯამური რაოდენობაა. ხო. ვაიმე ვიღაცა გიყურებს შვილო ბუზთვალებით. არ არის შენი კეთილის მსურველი ეს. ნუცა კეკელავა, მაგრამ ჩემთან რა უნდა რას მერჩის? რას მერჩისო? შეყვარებული წაართვი ერთი კვირის წინ. აუ ხო დამავიწყდა. აუ ტიპი რებზე იბოღმება, ინგა და ხო ხდებით უკვე რადონის გოგოცარი. ვაიმე მოიცადეთ. ბავშვის აკვანს ხედავ, კაცო, ნასო აწერია. აი ეგ მარტივია, მე ხო ნაშვილები ვარ. აუ ტუალეტი სასწრაფოდ. დედა რა კაი ჭრდილია? გაგავშალოთ გოგოს უბრალჯობია. აბა შარშარო გავშალეთ სადღაც გორაკზე. ჩემი წამოღებული ერთ თავი ყოველი დაგვიგორდა გოგო ქვემოთ. ისე ცუდად მოჭარჭელი გახსენება აღარ მინდა მაგალითს. დღეს კურიოზად ვიხსენებ გოგო მაგამოს. დაგვიგორდა ყველი. ან ვინ იყო ახლა მაგის დამწევი? თეუნა კი გაეკიდა, მაგრამ თეუნა დაეწევი თო მაგას. ლელა მოდი ერთი გეხვეწები ეს დასაფენი გამაშლევინე შენ გახარებას რო აქ გავშალოთ მერე. დე ბავშვები იქითკენ ვითამაშებთ, მარიამს ბურთი აქვს წამოღებული და წრეში ბურთი უნდა ვითამაშოთ. შორს არ წაბოდიალდეთ ეხლა. ომარიკო როგორც გამეცადეთ იცოდეთ, წრეში რა ისვრი ბურთს ჯერ მიწაზე უნდა დავარდეს ის. აიმე რაღაცის წელი ჩავამთავრეთ რაღაც დავეძებ. თან ის სიმაშვილის მშობელი წვარ წამოვიდა წელს ისე მიხარია. ამპულა ჩაუდგია ხო იცით? ისა გოგოებო, ღვინის ბოთლები სად არის აქ? ხაჭაპურებთან და უკანას კამის ქვეშ და. ხო არ დაგორდანი და ქვემოთ ლანეჩკა, გიხოცები შეიხედი აბა ერთ წინას კამების ქვეშ. არა, აქ არ არის არაფერი. უი დედა. მანდ იქნება კაცო მოძებნეთ კარგად. დედა აქ დინარე ხო არ არის სადმე. ბავშვები არ გადაგვიწვიდა გოგო შეგნით. სად წავიდნენ კაცო ეს? ამ ჭიქით წასულები მოვიგონოთ. მათი ხსოვნა არ დავიწყება ყოფილიყოს. ლიზი ბოლომდე დალიეშენებ ჭიქა. აჰა უყურე სად არის ჩერჩეტები ესენი? ომარიკო. თამადი ინგას ბიჭია. ას მიგვირსი. ომარიკო. რა გაგაფრთხილეთ მე თქვენ არ წამოხდეთ მეთქი ასე შორს. წამოდი ხალ მარშრუტკასთან სულ ყველანი. არაფერს ღირსები ესენი არ არიან რა. ადაგით ეხლა. მოიცა რა დე წასულებზე გაჩერება არ შეიძლება. ჩამოასხით. აუ ჯე ჰარი პოტერის სკოლაში მაჭარე რა ძალიან მინდა. სად არის სკოლა ომარიკო? აქვე თუ გდანში და თემქაზე კი ბატონო. მარკეტილებში და საბორტყალოებზე მე ვერ ვივლი ნამდვილად. კი ინგა აქვეა ეგ სკოლა, დიდ ბრიტანეთში. აუ ჩოჩოქარი გავხვდები და შელოცებს ვისწავლი. ვაიმე შელოცვაზე გამახსენდა ეხლა ჩვენ სოფელში იყო ხოლმე ერთი კალი. ვიოლა ერქვა მკითხაობდა ხოლმე და მთელი სოფლის გოგოები მაგით გათხოვდნენ. რომ მიხვიდოდი ასეთი სუფთა ხელის გული უნდა გეჩვერებინა და დაინახავდა საბედოს. რა ვიცი რაღა მემივედინა და ბინძური ხელებით. ომარიკო რამე შელოცვა არ იცი ინგას რო წიგნი გააგდებინო ხელიდან? საჭმელიც კი არ გაუკეთებია.
ვაიმე მართლა რო ვერ გავაგდე ხელიდან ისე იკითხება რა. კაცო ქართველი ბიჭის წიგნია ეხლა დაწერა 22 წლის ბიჭმა. რა ქვია? დასაწყისის დასასრული, ხო? დედა რეები ხდება. გაცეგებია. ომარიკო დებილი ვიქნიო მაგ ჯოხს. რამე უბედურებაში არ გაეხვი. ბეუშელოცოს რო ვისწავლი, მე ვოლდემორტს შევებრძოლები. არა დეგენერატი არ არის ეხლა ეს. ვის უნდა ეჭიდაო, ბიჭო, იქნება მოიტეხო რაღაცა. უშელოცა როგორ არის? ბომბარდა! შტეფცელია ფეთქდება.